ვიცით თუ არა დეტალები აღდგომის დღესთან დაკავშირებით? რატომ ვამბობთ ქრისტე აღდგა და პასუხობთ ჭეშმარიტად? რატომ არის ეს დღე კალენდარში მოძრავი? როდის არის სწორი სასაფლაოზე გასვლა და რატომ გადის ზოგი კვირას, ზოგი კი ორშაბათს? რატომ მაინდა-მაინც პასკა? რისი სიმბოლოა წითელი კვერცხი და როგორი იყო ეს ტრადიცია თავდაპირველად? მოკლედ რომ ვთქვათ, აღდგომა მოძრავი დღესასწაულია, რომელიც თვარის კალენდარზეა დამოკიდებული, მაგრამ მას უფრო ღრმა ფესვები აქვს. თავდაპირველად აღდგომას თარიღი არ ჰქონდა. პირველი ქრისტიანები, რომლებიც იუდეველები იყვნენ, ისინი აღდგომას ყოველ კვირადღეს იხსენებდნენ, რადგან სწორედ ამ დღეს აღდგა იესო მკვეთრით. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ 325 წელს. ნიკეის საეკლესიო კრებამ არ გადაწყვიტა, რომ აღდგომა ერთიანი წესით უნდა აღნიშნულიყო მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. საქმე იმაში იყო, რომ ჯვარცმაც და აღდგომაც მაშინდელი პასექის 7დღიან დღესასწაულს დაემთხვა. ეს ებრაელების დღესასწაულია, რომელიც მოსეს მიერ ებრაელების ეგვიპტიდან გამოყვანას ეძღვნება. გადაწყდა, რომ აღდგომა არ უნდა დამთხეოდა პასექის დღესასწაულს, თუმცა მასთან უნდა ქონოდა აუცილებლად საერთო და თან ზუსტად კვირას უნდა აღენიშნათ. რადგან პასექი თვარის კალენდრით აღენიშნება, აღდგომის თარიღიც თვარის ციკლს დაუკავშირეს. იმისათვის, რომ განისაზღვროს აღდგომის თარიღი, სამი პირობა უნდა შესრულდეს. უნდა დაადგეს გაზაფხულის ბუნიაობა 21 მარტი, როდესაც დღე და ღამე თანასწორია. ამის შემდეგ ველოდებით თვარის შევსებას, როდესაც პასექი იწყება და სავსე მთვარის პირველი კვირა გახლავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ დღე იმატებს, ხოლო ღამე კი იკლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დღე იმარჯვებს ღამეზე. სწორედ ისე, როგორც იესოს აღდგომისას სიცოცხლემ გაიმარჯვა სიკვდილზე. რაც შეეხება სასაფლაოზე გასვლის ტრადიციას. ეკლესიურად კვირა დღე არის სიცოცხლის ზეიმი. სიკვდილი დამარცხდა. სიხარულის დღეა და არა გლოვის. სასაფლაოზე გასვლა კი ხალხური ტრადიციაა, რომელიც მოგვიანებით ჩამოყალიბდა არა კვირას, არამედ ორშაბათ დღეს, როგორც მიცვალებულთა მოხსენიების დღე. ამით ადამიანები აღდგომით გამოწვეულ სიხარულს ულოცავენ და უზიარებენ თავიანთ მიცვალებულებს. ეს იმდენად დიდ ტრადიციად იქცა, რომ ორშაბათი დასვენების დღედ გამოცხადდა, მაგრამ ათეისტური საბჭოთა კავშირის დროს ყოველგვარი ქრისტიანული იდევნებოდა. აღდგომის წირვაზე დასწრებაც კი აკრძალეს და მილიცია დააყენეს ეკლესიის კარებთან. ეს დასჯადი ქმედება იყო. ორშაბათი კი უქმე დღეებიდან ამოშალეს. ამიტომაც ხალხმა რელიგიური დღესასწაული სასაფლაოებზე გადაიტანა და კვირა დღეს გადიოდა მიცვალებულთა მისახარებლად და კვერცხის გადასაგორებლად. ეს იყო ერთგვარი გამოსავალი ტრადიციის შესანარჩუნებლად. საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ ჩვეულება დამკვიდრდა. დასავლეთ საქართველოში უმრავლესობამ შეინარჩუნა ძველი ჩვეულება და კვირას გადის სასაფლაოზე, ხოლო აღმოსავლეთში კი ორშაბათს. ეს იმითაც აიხსნება, რომ ოჯახებს ორივე მხარეს ყავს მიცვალებული და ორი დღის განმავლობაში მარტივია ორივე მათგანს მიულოცონ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. რატომ ღვევავთ კვერცხებს წითლად? გადმოცემის თანახმად, ქრისტეს აღდგომის შემდეგ მარიამ მაგდალინელმა რომში იმპერატორ ტიბერიუსს თეთრი კვერცხი მიართვა და ქრისტეს აღდგომა ახარა. კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, მისი მკვდარი ნაჭუჭის შიგნით ახალი სიცოცხლე იბადება. ტიბერიუსს გაეღიმა, ამ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მკვდრის გაცოცხლებასო და კვერცხიც მის ხელში უეცრად გაწითლდა. საფლავზე კვერცხის გადაგორება ხალხური ტრადიციაა, სიმბოლური მცდელობა, რომ აღდგომის სიხარული ჩვენს მიცვალებულებსაც ვახაროთ. სამწუხაროდ დროსთან ერთად ეს ტრადიცია ზოგჯერ ზედმეტ ქეიფშიც გადაიზრდება, რაც არასწორია. რატომ პასკა? ეკლესიური ტრადიციით, როგორც სხეულს სჭირდება საკვები გადასარჩენად, ისე სულს სჭირდება ქრისტეს სიყვარული. ქრისტემ კითხვა: მე ვარ პური სიცოცხლისა. აღდგომის შემდეგ, როდესაც მოციქულები ტრაპეზზე იკრიბებოდნენ, სუფრის შუაში ადგილს ცარიელს ტოვებდნენ და იქ პურდებდნენ. იმის ნიშნად, რომ მკვეთრით აღმდგარი ქრისტე უხილავად მასთან იყო. სიტყვა პასკა პასექიდან მოდის და ის უფლის პურის სიმბოლოა, რომელიც აუცილებლად უნდა მივირთვათ. მის ფორმასაც თავისი დატვირთვა აქვს. ის სიმაღლეში იზრდება და ზემოთ არის მიმართული, რაც სიმბოლურად გოლგოთის მთას უკავშირდება. ხალხი ამ პურს საგანგებოდ ამზადებდა გამორჩეული ინგრედიენტებით და ატკბობდა. რათა მისი მირთმევისას ფიზიკურადაც ეგრძლოთ ის ნეტარება და სიამოვნება, რაც ამ დღესასწაულს მოაქვს. რაც შეეხება მისალმებას, ქრისტე აღდგა. ეს არის რწმენის გამოხატულება. ამით ადამიანები ერთმანეთს ახსენებენ მთავარ სასწაულს, ხოლო პასუხი ჭეშმარიტად აღდგა კი ნიშნავს ამ რწმენის დადასტურებას. ეკლესიურად და ტრადიციულადაც სრული პასუხია ჭეშმარიტად აღდგა. ხოლო ჭეშმარიტად მისი შემოკლებული და არაოფიციალური ვერსია, რომელიც რა თქმა უნდა შეცდომა არ არის. და ბოლოს გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. გისურვებთ სიხარულს, სიმშვიდეს და რწმენას. ქრისტე აღდგა.